გუშტელ მამამმა საბედნიეროდ მოაქცია მიიქცია ჩვენი ყურადღება და ამ შემთხვევაში გულისხმობ არა მარტო პოლიტიკოსებსაც თქვენ, არამედ მედიასაც ხო ჩვენც ცოდავთ ალბათ ამ მიმართულებით, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთია ბუნება ახალი ამბების, რომ მას არ აქვს დიდხნიანი სიცოცხლე და მიხარია რომ დღესაც ვსაუბრობთ ამაზე. ვისაუბრებთ ხვალ ამ თემებზე კიდე. ეს კი საკითხავია ნამდვილად, მაგრამ ეს დრო ალბათ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უფრო სიღრმისეულად შევძლოთ ამ თემაზე, ამ თემის მიმართულებით პოლიტიკაზე ლაპარაკი. როგორი უნდა იყოს, როცა რაც უყნახეთ გუშინ, ხო? აი, წმინდა პოლიტიკის თვალსაზრისით, რა იყო არასწორი და რა არის შესაძლებელი და როგორ უნდა შეიცვალოს, როგორ ხედავთ თქვენ ამას? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ძალიან საინტერესოა დავსვათ შეკითხვა, როგორ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები 3 წლის წინ ამ შენობაში. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, ვის ეკუთვნის ეს შენობა, ამ შენობას ყავდა პატრონი და თუ კი მათ იცოდნენ, რომ შენობა იყო მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობა, მაშინ რატომ არ მოხდა მყისიერად ამ შენობის შეძენისთანავე მისი დემონტაჟი? შესაბამისად, 3 წლის წინ როცა ადამიანებს ჰქონდათ პირველი მცდელობა, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეჭრილიყვნენ შენობაში, ხშირად გარედან შენობას არ ეტყობა ხოლმე ავარიულობა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ეს შენობა არის გამოფიტული და არც კარი ჰქონდა და არ ფანჯარა, ხალხი შევიდა და მერე დაიწყეს რაღაცა საკუთარი რესურსებით და სახსრებით აქ რაღაცა თბილი ბუდეს მოწყობა. პირველ რიგში მარტო ამ ფაქტიდანაც ჩანს, რომ 3 წლის განმავლობაში, ეძინა, თქვათ, როგორც კერძო მესაკუთრეს და ასევე ჩვენს მერიასაც და განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებს, პირდაპირ სამგორის რეგიონს ეკუთვნის ეს შენობა და ერთხელაც არ დაინტერესდნენ 3 წლის მანძილზე თუ რატო ცხოვრობს ხალხი ავარიულ შენობაში და რომელიც მათ სიცოცხლის და ჯანმრთელობას შეუქმნიდა საფრთხეს. ამ ადამიანების ემოციური ფონი არის სავსებით გასაგები, როცა მათ 3 წლის განმავლობაში საკუთარი სახსრებით ზოგმა სესხით მოახერხა, ზოგმა თავისი პატივისცემის შრომით ნაბიჯ-ნაბიჯ შეკოწიწებულად შეექმნათ თბილი ბუნაგი და დღეს უბრალოდ გუშინ ჩვენ ვნახეთ თუ როგორ ვანადალურად მოხდა მათი ქუჩაში გამოყრა და როცა ჩვენ მივედით და მე პირადად როცა მივედი, იმიტომ რომ დამაინტერესა რაჯერა 200-მდე ოჯახი იმყოფებოდა აქ, ესენი იყვნენ სოციალურად დაუცველები, მათ შორის დევნილები, მე თავად აფხაზეთიდან ვარ და დევნილების საკითხი ყოველთვის ძალიან მეტად უფრო ესე თქვა გულთან ახლოსა ჩემთან და ამიტომ როცა მივედი, ვნახე უკვე გამოყრილი შენობიდან გამოყრილი ადამიანები, კორპუსში კორპუსში აუჭვეს დენი და შუქი და უკვე ხდებოდა დემონტაჟი ამ შენობების. ადამიანები იყვნენ იწვნენ იატაკს გარეთ აქ იყვნენ არასრულწლოვანი ბავშვები, აქ იყვნენ ასე ვთქვათ ნებისმიერი ასაკის ადამიანები, ღამის 3 საათზეც მათთან დილამდე ვიყავი მათთან ერთად, ისინი არიან მოლოდინში, თუმცა თავიდანვე მათთვის სახელმწიფომ 300 ლარიანი ასე ვთქვათ ქირის თანხა შესთავაზა იმ პირობებში, ρოცა საბაზრო ფასებთან არანაირად აჯდება ადამიანების 300 ლარის გადახდა. არავის არ უნდა საქმის დაჭერა სახელმწიფოსთან ამ გვერდით, ხო, რომ ვინც ბინას აქირავებს. ანუ ეს უკვე უბრალოდ მოშორებაა თავიდან რომ ეს პრობლემის გადავადება 3 წლის წინ სახელმწიფო ადიგა გაჩუმდა, განარიცხოდნენ ეს პრობლემა რომ არსებობდა, უბრალოდ ზედათაროზე შემოდეს და გადაავადეს, რაც მათი ხელწერა, რომ მიაჩუმათონ, ჩააქრონ ეს პრობლემა. გუშინ ბატონმა მერმა, ყველა ვნახეთ მისი გამოსვლა, აღნიშნა რომ ეს არაფერ შუაში არ არის და ეს დავა უბრალოდ ორ სუბიექტ შორის მიმდინარეობს და ის არც თვლიდა თავს ვალდებულად რომ მისულიყო ამ სასოწარკვეთილ ადამიანებთან და მათ დალაპარაკებოდა. ზოგადად ბატონ კალაძეს ახასიათებს თავიდან ყველაფერი აცილება და მე უბრალოდ ვახსენებ ჩვენს ასე ვთქვათ მაყურებელს და მასაც თუ ის გვისმენს, რომ არც მაშინ ეხებოდა ეს პრობლემა, როცა ვაკის პარკში შადრევანსა პატარა გოგო ემსხვერპლა, არც ის პრობლემები ეხება მას, როცა ავარიული შენობებიდან ფილები ცვივა და ადამიანებს ქუჩაში კლავს და არც ის ეხება, როცა დღის სადაც ბავშვები თამაშობენ ცენტრალურ ქუჩებში, კრიმინალური ავტორიტეტები ერთმანეთს უსწორდებიან და ადამიანებს კლავენ. მოკლედ მას არაფერი არ ეხება. იცით მთელი პრობლემა რაში მდგომარეობს? უბრალოდ ბატონმა მერმა და მუნიციპალიტეტებმაც არ იციან და არ აქვთ გაკეთებული აღრიცხვა თუ რამდენი ადამიანია სოციალურად დაუცველი, რამდენი ადამიანია ქუჩაში.
იგივეს ვიტყოდი დევნილთა სამინისტროზე. რამდენი ადამიანი დევნილია. როგორ რა უნდა მომხდარიყო? უნდა მოსულიყვნენ ეს სამინისტროები, მუნიციპალიტეტები. უნდა მომხდარიყო მათი აღწერა. დევნილთა სამინისტროს უნდა მიეხედა დევნილებისთვის და თქვენ მოგეხსენებათ იქვე სულ 100 მეტრში 11 ახალი კორპუსი ააშენეს ამ რეჟიმის პირობებში, ვითომ და დევნილების ჩასასახლებლად. სინამდვილეში თავად მათი სახელმწიფოს აუდიტის დასკვნამ დადო ესეთი ვთქვათ ფაქტი, რომ კორუფციული სქემით, ანუ არაერთგვაროვანი და ბუნდოვანი ქულების მინიჭების სისტემით ხდება ძალიან დიდი კორუფციული სქემები და ისინი ვინც ჩვენი მოსახლეები, დევნილები, ვინც კორუფციულ სქემაში არ არიან ჩარეული, ისინი რა თქმა უნდა კვლავაც რჩებიან დაუკმაყოფილებელი და ამის ნათელი მაგალითია, რომ 32 წლის შემდეგაც სახელმწიფოს ყავს დევნილების 45%-ზე მეტი დაუსახლებელი. კოალიცია ცვლილებისთვის გუნდი მუშაობდით ამ საკითხზე წინ და საარჩევნოდ და თითქმის საქართველოს ყველა რეგიონის მომვიარეთ. იცით რისი თქმა მინდა? მსგავსი ფაქტები. ანუ ასეთ ამორტიზირებულ შენობაში სხვადასხვა სამეგრელოსა და იმერეთის სხვადასხვა სოფლებში არიან ეს დევნილების შესახლებული, მათ შორის სოციალურად დაუცველები და ასეთ სავალალო შედეგს ჩვენ კიდევ ბევრს მივიღებთ. მეცაც მათი სიცოცხლე დგას საფრთხის ქვეშ, მათი შვილების ჯანმრთელობა დგას საფრთხის ქვეშ. მაგრამ მე ზუსტად ვიცი და მოსახლეობასაც მინდა ვუთხრა, რომ წარმოდგენა არ აქვს მუნიციპალიტეტებს რა ხდება ამ კუთხით. ასეთ პასუხისმგებლობის ნაწილზე რომ ვილაპარაკოთ. აი ჩვენ თქვით თბილისის მერია, თბილისის მერის ტერიტორიაზე ხდება ეს ყველაფერი. არის დევნილთა სამინისტრო, ხო კიდე? რა თქმა უნდა. რომელსაც თავის პასუხისმგებლობა. კიდე არის აფხაზეთის მთავრობა. რა თქმა უნდა. რომელსაც თავის პასუხისმგებლობა. ნახეთ რამდენი პატრონია, მაგრამ სინამდვილეში პატრონი არავინ არ არის. რამდენი ხელფასი გდება რა დევნილების მისახედად კადრები არსებობს, ხო? მარტო სამ ბოდიში გაწყვეტ სამგორის მუნიციპალიტეტს 40 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტი. ხო, მერის საკრებულოს დაფინანსებისთვის, მათ შორის ხელფასების ჩათვლით და 40 მილიონი ლარიდან ნუ თუ ვერ გამოიძებნა ისეთი სქემა, ან დროებით გაეშვათ ქირით, ან რაღაც მოეძებნათ ფართი და დაეკმაყოფილებათ. უბრალოდ არ ადარდებთ ჩვეულებრივი ადამიანების ყოფა, იმიტომ ეს ავტოკრატიული რეჟიმის ცალსახა ესეთი ნათელი მაგალითია, რაც უფრო მეტად დააჩაჩანაკებ, დაუძლურებ ღირსებას ახტი, ხო? ადამიანებს უფრო მარტივია სამართავად, იმიტომ წელში გამართული ადამიანი, ის მას სხვა მოთხოვნილება ვიუჩნდება სახელმწიფოსთან და ბუნებრივია რომ რუსული რეჟიმის პირობებში ადამიანების ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა ეს მათი ხელწერისა. აი ახსენეთ რომ აფხაზეთიდან ხართ ხო? მე ამიტომ ყოველთვის ხას უსვამ რომ ჯერა წარმომადგენლობითობის იდეის, ანუ ჯერა რომ ადამიანები ხმას რო აძლევენ, ირჩევენ, ვერ პასუხს აგებს ის, მე ანუ დემოკრატიის მჯერა ამ მიმართულებით და გვაქვს ეს ორგანო აფხაზეთის მთავრობა, რომელიც რეალურად მხოლოდ იმისთვის გამოიყენება რომ რა ვიცი ჟენევაში ვაჩვენოთ აფხაზები და რუსები რო ჩამოდიან რომ აი ჩვენ აგერ ლეგიტიმური მთავრობა გვყავს. ეხლა მარტო ხარ შეიძლება ფუნქცია იყოს, ხო? ანუ რატო არ ვტვირთავთ რეალური ფუნქციით? როგორც აი მათ შორის ადამიანის რომელიც აფხაზეთთან არის, ხო და აგერ ხომ შეიძლება რომ ესეთი პასუხისმგებლობები სწორედ მათ დაეკისროს. მათ შორის ახალი არჩევნებით ჩატარდეს, ხო? სადაც სწორედ აფხაზეთთან წამოსული ხალხი მიიღებს მონაწილეობას თავის თავრობას ამ გაგებით აირჩევენ, ხო? როგორ ხელუყურებთ ყველას საკითხს? კოალიციასრულებისთვის გუნდს, რომელიც დევნილების მიმართულებით მუშაობდით, ერთ-ერთ დევნილების კამპანიაში ერთ-ერთ პირობად ეს ჰქონდა, რომ არ შეიძლება აფხაზეთის უზენაესი საბჭო იყოს ესე ხელდასმული და დანიშნული. ის აუცილებლად უნდა იყოს არჩევითი ორგანო, სადაც 62 ნომით, ანუ იმ პირადობის მოწმობით, რომლებიც იმ დევნილებმა, ვინც აფხაზეთიდან წამოვიდა, ვინც ასე იწყება პირადობები. 62-ით იწყება, ვინც აქ გაჩნდა და ამ დევნილის სტატუსს დღემდე ვატარებთ, ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ხმა მისცენ, მათ შორის ახალგაზრდებს, რომლებიც დაიბადნენ თბილისში, მათ შორის ჩემი შვილებიც და უბრალოდ ეს აქტ ბმა უბრალოდ აფხაზეთთან, მათ უნდა იგრძნონ, ისინი ამ კუთხის შვილები არიან და სწორედ ისინი განაგებენ და მათ აქვთ უფლება აირჩიონ ის უზენაეს საბჭოს და დააკომპლექტონ იმ წევრებისგან, რომელიც მათ მიხედავთ და ისინი არ იგრძნობენ თავს უპატრონოდ, როგორც დღეს ნებისმიერი დევნილი საქართველოს ტერიტორიაზე ამდენი ორგანო არსებობს, მაგრამ ადამიანები არიან უპატრონოდ მიტოვებული, მიუსაფარნი და გუშინ გულწრფელად გეტყვით, როგორც ადამიანურად ღამის სამსაც ვუყურებდი ესე ლეიბებზე, ამ ქვაბებზე, რაღაც ესე თავმიდებულ ადამიანებს და გული შემეკუმშა, იმიტომ რომ მე გამახსენდა ძალიან მძიმე 90-იანი წლები, როცა ესე ბარგით, პატარა მცირეოდენი ბარგით ჩვენ ვისხედით ქუჩაში და ჩვენას ველოდებოდით. გავიდა 32 წელი და ქვეყანაში არაფერი არ არის შეცვლილი. დღესაც 650,000 სოციალურად დაუცველი ადამიანია, რომელიც ასე თქვათ, ქუჩაში, ესე ვიტყოდი, ისევ ბარგით ხელშია
გახდა ხელი აქ ქართველი და ელოდება როდის ადამიანები როდის მე გუშინ ვფიქრობდი რომ მართლა ნახეთ ყველასთვის ძიმე არის ხო ამის ყურება არ არსებობს რა თქმა უნდა ვერავინ ვერ შეიძლება ადამიანის თავზეც ხდება ეს ყველაფერი იმის გომარებაში ვერავინ ვერ ჩავდგებით მაგრამ ვფიქრობდი ბავშვებზე აი რომლებიც ფოტოებიც გავრცელდა ხო რომელსაც უყურებდით იქ და აი ჩვენ რაღაც ვაყენებთ ჩვენ დატვირთულები ვართ რაც უსიამოვნო ამბებით და ჩვენ ბავშვებს ვაყენებთ ტრავმებს რომლებიც მათ მთელი ცხოვრება გაყვებათ ხო ნატრივია და ამ ტრავმებს ვკიდებთ იმის გამო რომ ერთი რავი 10 წუთით მეც არ ფიქრობს ვიღაცა აღმასრულებელი რომ ეხა როგორ შეიძლება მოიქცეს იქ ვიღაცა არ ინტერესდება მე ხელს იბანს პონტოელი პილატესავით ხო აი ოღონდ აი კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული ტრავმები ეძინებათ აქედან ჩვენს მომავალს სამგაგებთ ხო უყვართ ამ მომავალზე ოჯახურ ღირებულებებზე ლაპარაკი ხო ეს რაც გუშინ ნახეთ ეხა ამის შესახებ ოჯახური ღირებულებების კანონში არაფერი არ უწერიათ ეს ევროპაში არ ხდება იმ გარკვეულ ევროპაში არაფერი ესეთი არ ხდება ეს ხდება აქ აი ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი რომ მიიღეს იმ საქართველოში ხდება ეს ხო და აი ამ კონტექსტშიც რომ ვილაპარაკოთ ამ სიყალბეზე როცა რეჟიმი გვიცხადებს რომ ოჯახებზე ზრუნავს ოჯახი მნიშვნელოვანია და ყველა ბრუნვაში ოჯახებს ახსენებენ და მეორე მხრივ აი ქართულ ოჯახებს ასე დღეს შეაგდებენ ქართულმა მოსახლეობამ კარგად იცოდა კიდევ ერთხელ მინდა გავმეორდე რომ რატომ მივისწრაფით ესე ჩვენს ისტორიულ ოჯახში ევროკავშირში იმიტომ რომ ევროკავშირი არის ის ოჯახი სადაც ადამიანის უფლებებია დაცული პირველ რიგში სადაც ადამიანებს აღარ მოუწევთ სიღარიბეში ყოფნა აღარავინ აღარ გამოასახლებს მათ სახლიდან ხო რას გვეუბნებიან დღეს ჯანდაცვაზე რომ არაფერი თქვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ არაფერი თქვა განათლებაზე და ბევრ სხვა სიკეთეზე რომელიც მოყვება ევროკავშირს მოლდავამ კანდიდატის სტატუსის მიღებით 2 მილიარდი ევრო მიიღო იმისთვის რომ მიეხედა საკუთარი ხალხისთვის ანუ იმიტომ რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი ქართულ ხალხს აშორებს ამ ცივილიზებული ორბიტიდან გლეჯდა უნდა რუსეთის საფარქოს შეგვიყვანოს ამით გვაკარგინებს იმ სიკეთებს რომელიც ხვალ აღარ მოგცემს ასე ნერვიულობის საშუალებას რომელიც ხვალ ჩვენ შვილებს სულიერად არ დაამახინჯებს ხო ამ კვალს არ დაუტოვებს ამ სიმახინჯეებს არ დაუტოვებს რასაც მსგავსი სტრესი ჰქვია ამიტომაც დაახლოებით 3 მილიარდ ევრომდე მივიღებდით ჩვენ ვთქვათ ევროკავშირიდან დაფინანსებას რომ არა ის რუსული კანონი რომელიც რუსულმა რეჟიმმა მიიღო და ქართველი ხალხს ესე გამოგლიჯა ლუკმაპური ნახეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამაც კოალიცია სრულებისთვისაც მოიაზრებდა რომ სწორედ ამ ევროკავშირის გრანტებით დათვლილი ქონდა რომ ნებისმიერი სოციალურად დაუცველი ადამიანის ისე დასახლება დევნილებ 12000 ოჯახის წელიწადში განთავსება და დასახლება ეს არის რეალისტური გეგმა რაც 2030 წლისთვის არც ერთ დევნილ ოჯახს არც ერთ მიუსაფარ ბავშვს არ დატოვებს ქუჩაში მაგრამ ამის ერთადერთი გზა არის სვლა ევროკავშირისკენ და რა ის რასაც რუსული პროპაგანდა ეწევა რასაც ყვებავს ქართულ ხალხს რომ თურმე ევროკავშირი არის ის სამყარო სადაც კაცებს ათხოვებენ და ქალები ქალებს მიყვებიან ხო და ეს ამას გთხოვენ ჩვენ რაც თავია მიუხედავად იმისა რომ თვითონ თავიანთ შვილებს განათლებას აძლევენ უამრავი ქონება აქვს და ბატონ მერს ესეოდენ რომ უყვარს ესე ვთქვათ მილანური დალაქები და რომ დაფრინავს თვეში რამდენჯერმე იქიდან ჩამოსული ქართულ ხალხს იგივე პროპაგანდით ყვებავს რომ ევროპა არის ადგილი თურმე სადაც ასე ექცევიან ადამიანებს ევროკავშირის წელში გავაძეოთ ქვეყნიდან საერთოდ ესეც კი გამოგვიცხადა ხო ვინ მისცა მათ ამის უფლება და მე მჯერა ქართველი ერის კეთილგონიერების ამის დასტურია ის უწყვეტი პროტესტი 230 დღეზე მეტი გრძელდება მე მჯერა იმ ვაშკაცობის ეს რეგელობობის იმ აქტის რასაც ჩვენი გოგო ბიჭების პოლიტპატიმრების ასე ვთქვათ ის მანიფესტი ქვია რასაც რეალურად დათმენა ქვია სამშობლოს სიყვარულისთვის გუშინ 17 ადამიანის დაკავება მოხდა მათ შორის ჩვენი ეს ვთქვათ კოალიციის წევრის გიორგი დუმბაძეს ესენი არიან ის თაობა რომლებიც არ მისცემენ ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს ქართველი ხალხის დაშორებას ევროკავშირიდან და ნამდვილად მჯერა რომ მათი ესე წურბელასავით მართლობა ესენი იკვებებიან ქართული სისხლით იკვებებიან ქართველი ადამიანების ღირსებით ოჯახის დაკნინებით ეს არის ყველაზე ანტიქართული მთავრობა რაც კი ოდესმე საქართველოს ისტორიას ახსოვს ამიტომ ძალიან ახლოსაა ის დღე როცა დასრულდება და თავისივე ხელით დაწყებულია ეს პროცესი დანგრევა ამას ხელს უწყობთ ქართველი ხალხი თავისი ერთიანობიდან მტკიცე მაგალითით და რაც თქმა უნდა დასავლეთ
ახალეთი, რომლისთვისაც ქართველი ერი არის ღირსეული ერი, რომლისთვისაც ყოველთვის გამოინახება ადგილი მათ თვით ოჯახში. სოფო, უნდა გითხოთ აუცილებლად, ახლა ჩვენ რომ დაუბრუნდეთ ამ თვალწრელის ქუჩის ამბავს, აი მე სოფო ჯაფარიძეს ამას ვეკითხებოდი, იმიტომ რომ მე მგონია რომ ჩვენ აი ბევრს საუბრობთ ამ თემებზე, რაც პოლიტიკურია, გეოპოლიტიკურიც კი და დიდი ადგილი უკავია ჩვენ პოლიტიკურ დისკუსიაში. მაგრამ ცოტა ადგილი უკავია ამ სოციალურ თემებს. აი ბალანსის პოვნის ნაწილს რომ დაუბრუნდეთ კვლავ. რომ აი ხვალაც ვისაუბროთ ამ თემაზე, ზეგაც გამოინახოს დრო პარტიების ბრიფინგებზე ამ თემებზე სასაუბროთ და სივრცე. აი თითქოს ამ პოლიტიკურ თემებით წალეკილია ხო, მიიღებენ თუ არ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ სინამდვილეში ხო მთავარი და საინტერესო თემები კიდე სხვა არის, ხო? რომელიც რჩება ამ დისკუსიების მიღმა. ამიტომ აი თქვენ მათ შორის როგორ უყურებთ შიდა პარტიულად ამ მუშაობას? ჩვენ ახლა ეს რვეული რასაც ამბობენ, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით, აქ გვაქვს ის მნიშვნელოვანი თემები და განსაკუთრებით ის ერთიანი გეგმა, რომელსაც ქვია ამ რეჟიმის ჩამოსვლა საბოლოოდ და ნებისმიერი მოკლედ თვითმმართველობის არჩევნებს ჩვენ ვეძახით რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც შემოგდებულია ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, იმიტომ რომ ქართველი ხალხი მოკლედ ისევ გამოკვებოს სხვა რაღაცებს და არა ისეთი მნიშვნელოვანი თემებით, როგორიც არის თუნდაც გუშინდელი ფაქტი, როცა 200-მდე ოჯახი დაჩა ქუჩაში და არიან საშინაო მდგომარეობაში და მე არ მეგულება ნამდვილი ქართველი ადამიანი, იმიტომ ადამიანი წარმოადგენს მთავარ ღირებულებას, ხო, თავისუფალ ქვეყანაში და მე არ მეგულება ნამდვილი ადამიანი, ვისაც ეს ტკივილი არ აწუხებდეს და სწორედ ჩვენი ერთობა, რომელსაც სხვა პარტიის ასე თქვა ერთობა და თანამშრომლობა ქვია, ეს არის თანმიმდევრული, ესეთი თანმიმდევრული სვლა ამ რეჟიმის ჩამოსვლისკენ. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი სოფო გოლეთიანი იყო ჩვენთან ერთად კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელი.